მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს ძალიან კარგი სანადირო ამინდი. ჩვენი Georgian Hunters-ის საძმო მივდივართ ჯანდარის ტბაზე სანადიროთ. სანდრო ყავს აგერ ჩვენი ხონელი მეგობარი. სტუმრად ჩამოსული და დასავლეთელ მონადირეს უნდა ვანახოთ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა რა არის. ყოველ შემთხვევაში სრული დიდი ქონდა. ყავს მივირთვეთ დილა ადრიან შეგერგოთ. ამინდი არის უმაღლესი, ესე რომ ვთქვათ, შესანიშნავი. ჩვენი სტუმარი არის აგერ ჩამოსული სანდრო ხონიდან, რომელმაც მაგარი პატივი მისცა იქა და ეხლა უნდა ვცეთ პატივი დღეს ჩვენ. ხო, ეხლა ჩასესხება გამოდის. აი ეს მაგარი ამინდი გვაქვს. აი ეს ასე ერთად მივდივართ შემართები. გაიხარე. კი ბატონო. ხო, აქ ჩვენი სტანდარტული შემთხვევა Subaru თავზე. ძალიან კაი ამინდი. დავდეთ ბარკი 360 მოდელი. ძრავი გვაქვს IKD 20 ხენის ზალიანი. შიგნით დევს მაგას პროცესში ნახავთ. საკმაოდ კარგი, საკმაოდ ისეთი ძლავრი ძრავი გამოდგა. სტაბილურად მუშაობს, შიდა ნაწილები ძრავში ძალიან ხარისხიანი აქვს და მოკლედ დიდი რეკომენდაციები ამ ძრავს და ეს ძრავებისაც შეიძინოთ, ვიდეოს ქვემოთ აღწერაში ნახავთ. ქართული კომპანია კოლხია, რომელიც არის იმპორტიორი ამ ბრენდების საქართველოში, არა მარტო ძრავები აქვთ, ასევე აქვთ გასაბერი ნავები და მომავალ წელს იმედია გადავჯდები და ნავს განვაახლებ, იმიტომ რომ ცოტა დამიბერდა ჩემი ბარკი. ხო, ველოდებით ახლა ბექას და როსტიკას, დღეს 5 კაცი შევალთ ორი ნავით. ბუქსირზე ავიყვანთ ისევ სტანდარტულად და შევალთ ისეთ ადგილას, სადაც ყუდრო გარემო იქნება, კვირადღი არის, ირგვლივ სავარაუდოდ მონადირეები იქნებიან, ამიტომ ჯობია შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ვიქნებით ფიტულებთან ერთად და თუ სადმე იხვი გადავა, ვეცდებით რომ მოვიტყუოთ. დაველოდოთ ახლა მოვლენ ჩვენი მეგობრების და გავაგზავნოთ გზად. აი, ჩვენი ძმები, დილამშვიდობისა. როგორ ახართ, პატივცემულებო? ხო ხართ მაგრად. როგორი თოვლებო? ბიჭებო, დილამშვიდობ, ბეკაცმო. ეს ბიჭი გაიცა, ეს არის ჩვენი ძმა ხონიდან. ველური დასავლეთიდან. საიდან ჩამოვიდა? ძალიან კარგი, ძალიან კაი. ხო. ვანახოთ ახლა კეთკე რა ხდება რა? კი და ჩვენ რო დასავლეთში წავალთ, ნუ ახლა შენზე არ საუბრობ, იმიტომ რომ შენ ყველგან ხარ. ნელა. ყავა და წავიდეთ რა. ბოკურე შენი ყავ. და მე იქნა ჩამოვიდა. ხო, მოკლედ დიდი გზა გამოიარა რა. კაი, ეხლა მივირთმევთ ყავას და გავაგზავნებთ უკვე გზას. შევდივართ ნენელა. ცოტა მარჯვნივ წავიდეთ. რა? ნიჩვებით აქ ვარ, ამ ყოფი და ის თავბედი ვიწყევლე მე. ჰა ვერ გავიგე არ მისმის იმ აყირავებულს გავასწორებ ისე ვქნათ იხ დასაჯდომი დაუტოვოთ
და ვინა. აი მათ ვარულა დაგვინახონ. დაგვინახეს. იქიდან შემოვიდა, ტყიდან. მოხვედრილი აქ, всё, დაბრედილია მაქი. კაია ბიჭებო, კარგია. ეს დაბრედილი აგერა. იგარ, რამდენი იქნება? როგორ აიტანა, ხედავ? რამდენი იქნება? ავტობი არის მიწეულ. ვერ მოვკალიო და ჩამოვარდა. ეხლა ჩაიჭა, ხო? ამალია. აუ რა ლამაზია. მაგარია. ლამაზია. ბიჭო. ლამაზია. ოჩა, კარგია. მოტრიალდება. ტრიალდება. დასველდი? არა, გამართული მაქვს, ნეიტრალშია. აი ესა მაგარი რო სველდება, მაგარ ვიძემოდის. დასრულდა ჩვენი დღევანდელი ნადირობა იხზე. სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი, მაგრამ ისი საშუალებაც მოგვეცა. ავიყვანეთ აი ესეთი ლამაზი და კარგი წითელთავა იხვი, რომელმაც დაახლოებით 300 მეტრი იფრინა. ბიჭებო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ დღეს? კაი იყო, მაგრამ დილით თუ კაი ამედი გქონდა. ხო, ეხა არის? ეხლა კიდე დაცხა. ზამთარი გადავიდა ზაფხულში. უცბად. ხო, მაგრამ მაინც კაი იყო. კაი იყო. ბიჭო, აი რო იზახი შე რომ მაინც კი რა კარგი იყო რა, მაინც კარგი იყო, მაგარი იყო, აი ესეთი იყო, აი. არა.
კი ბატონო. სანდრო გავას გამოვედი. სანდრო გავასეირეთ აი ეს მო ჯანდარაზე სათევზო. მოინათლა. მიგონი ერთი. ხანა ჩემი მეუღლის ბიძას ოხცი, მაგრამ არ მახსოვს ჯანდარა იყო თუ ისა ქვია მეორე. კუმისი. არა კარასი შეიძლება უბედური. ესე იგი ესე იგი ბევრი კარასი იყო. ესე იგი სავსე ბადე კარა. აგარიძო. მოკლედ ძალიან ცოტა დრო რჩება სეზონის დახურვამდე. ფაქტობრივად ბიჭებო ჯანდარაზე დახურულია სეზონი ჩვენთვის. აი ხურა წავედით ახლა დასავლეთში. ეხლა დროა გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოში, სადაც ძალიან დიდი თოვლი და უბედური ამინდები გველოდება, მაგრამ ჩვენ არ გვაშინებს, იმიტომ რომ ვართ მონადირეები და პირიქით ეგეთ ამინდებს ვეძებთ. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, ტანსაცმელი და მაქსიმალური ხელშეწყობა გვაქვს, რომ კომფორტულად და წარმატებულად ვინადიროთ. როსტიკ. დაიხურა სეზონი. ხურეთ ჯანდარის სეზონი. ჯანდარის სეზონი დაიხურა, მაგრამ ჯანდარის სეზონი წინ არის დასავლეთი. კი, წინ დასავლეთია. მე ჯანდარის სეზონი დავხურე, იმიტომ რომ ყველა ჩამოსვლაზე ვიძახით, რომ მომავალი კაი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს იხვი არ არის რა. კი ბატონო. ესეთი ჯანდარა მე არ ამინდი იხს არ მოიყვანს. ჩემი აზრით, ყოფილა შემთხვევები ესეთ პაპანაკებაშიც ვინადირია, მაგრამ და დღეს ყველანაირი პირობა იყო იმის, რომ იხვი ყოფილიყო, მაგრამ ფიზიკურად თუ შემოსული არ არის, ამის რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ფიზიკურად არ არის და ეს ალბათ რავი კლიმატის ბრალია, ისი ბრალია. ნუ ფაქტია რომ არ არის რა. კი ბატონო. ყველა წარმატებულ ნადირობას გისურვებთ, ბიჭებო, კიდე რაღაც დარჩა 5 დღე თუ რაღაც და რავი მედია თქვენ მაინც ისიამოვნებთ რა. ალბათ წარმატებების უყოლას თქვენიც. წარმატებები ჩვენ, წარმატებები თქვენ. მომავალი ვიდეო უკვე იქნება დასავლეთიდან. აბა, დროებით.